გამარჯობა, ჩემი სახელია ნიკო, ნიკოს რჩევები. ეს არის ჩემი პირველი YouTube ვიდეო, ესე ვთქვათ, შესავალია. აქამდე შეიძლება ნანახი ყავდეთ TikTok-ზე. ეხლა უკვე ფიქრობთ და დავიწყეთ YouTube-ის კეთება, ორი ვიდეო გადაღებულია და დასამონტაჟებელი მაქვს. იდეაში მონტაჟით სასწაული მაქვს, ეს YouTube-ისთვის კიდე სხვა მემართულება არის. აქამდე TikTok-ს ვაკეთებდი, ანუ ვაკეთებ კიდევაც და გავაგზელებ, მაგრამ YouTube-ზე მინდა გადმორთვა. TikTok-ზე თუ ნანახი ყავართ, ძირითადი მმართველობა არის ავტომობილები, რა თქმა უნდა, ამერიკა და დაზიანებული ავტომობილები. გვაქვს ავტოსერვისი, მე და ჩემს ძმას, ასევე ავტოიმპორტიორი კომპანია მე და გენგის. ეხლა რაღაცებს დაგათვალიერებინებთ, მოგიყვებით ჩემი არხის მიმართულება როგორი იქნება. ამ ვიდეოს ტელეფონით დავამონტაჟებ, დავდებ იმისთვის, რომ არხმა არსებობა დაიწყოს და ეხლა დავთვალიეროთ რა ავტომობილები გვყავს ავტოსერვისში. Tesla Model S, რომელსაც დაზიანება ქონა წინა მარცხენა სავალ ნაწილში, გავაკეთეთ ეს ავტომობილი და ის დავტენეთ კიდევაც დღეს და რაც გარკვეული რეინჯი მოემატა. ასევე Lexus RC 200T 2016 წლიანი F-Sport 2.0 ძრავით. ეს ავტომობილი ჩვენ შეძენილია ამერიკაში. ამ ავტომობილზე სრულ ვიდეოს დავდებ, უკვე გადაღებული მაქვს, რომ დავამონტაჟებ შემდგომ. აკორდი ეს ავტომობილის ჩანს იმ ვიდეოში, დაზიანება აქვს უკანა მარცხენა სავალ ნაწილში, ეს დღეს უნდა გავაკეთოთ. ავტოსერვისი გვაქვს აი აქ. Porsche გვყავს ავტოსერვისში, მარჯვენა მხარეს Subaru, Ford Escape. ეს ავტომობილის ჩანს იმ ვიდეოში, რომელსაც დავდებ, დაზიანება ქონდა. წინა სავალ ნაწილი დაშლილია და ძირითადად საზღვაო კომპანიები ავტომობილებს შლიან იმ მიზნით, რომ დეტალურად დაადგინონ ავტომობილის დაზიანება. კიდე ყავს Kia K5. ასევე ეს ცუდი შესხედია, მაგრამ ჩვენი გამოცდილება რეალურად სავალ ნაწილებია მთლიანად და ესეთი ბევრი გვაქვს გადაყრილი. Porsche Cayenne, Subaru Outback. ეს ჩვენი ჩამოყვანილია და უკვე გაიყიდა კიდევაც. ამ დეტალებზე არ ვისაუბრებ, რაფაში როგორ და რანაირად, იმისეს რომ მომხმარებლის არის და ესე ინფორმაციის გაცემა ვფიქრობ არ არის სწორი. თუ არ შეუთანხმდებით ავტომობილის მეპატრონეს. Toyota Camry ყავს კიდე ჰიბრიდი, რომელიც ნახევრად აწყობილია, არა ორიგინალზე ეტყობა. Honda Civic, ეს ავტომობილიც გეცოდინებათ მე შეიძლება ვიდეოებში მოვახვედრო კიდევაც. ასევე Toyota Istების დაშლები ჩვენ მეგობარს აქ. Toyota RAV4, რომელსაც სრულავ ეს პრობლემა აქვს, ესაც უნდა გავაკეთოთ. დღეს უნდა მორჩეს ლაშა. ეს Toyota Prius არის ჩემი და მეოთხე სერია კაბრიოლეტი 2.0 ძრავით. ეს ავტომობილი ჩვენი ჩამოყვანილია ამერიკიდან მომხმარებლისთვის. დაზიანება არის აი ეს ტექნიკური მხარე, ყველაფერი კარგად არის, რადიატორები გადარჩენილი აქვს. იმ პაკეტი ავტომობილი, სალონშიც ჩავიხედოთ. სავარძელიც, საჭეც, ლუკიც კარგად მუშაობს. სალონის ფერი აქვს ცოტა ისეთი, მაგრამ ცუდი მართლა არ არის. ესეც ესე. რაც შეეხება ამ კედელს, ეს არის ჩვენი გრაფიტი ავტოიმპორტიორ კომპანიას ქვია Dealers Group და ამ ნახატზე არის ყველაფერი. ამასაც მე შემდგომ ვიდეოებში თუ დაგაინტერესებთ, დეტალურად დაგათვალიერებინებთ და ერთ ვიდეოში მე მგონი რაღაცას ვყვები ამ კედელზე. ასე რომ დამკვარად გამიხარდება თუ ჩემ არხს გამოიწერთ ეს ვიდეო პატარა გამოვა, მაგრამ შესავლისთვის ვფიქრობ, რომ კარგია. ნელ-ნელა ვისწავლი როგორც მონტაჟს, ასევე გადაღებას, ესე პირდაპირ ყველაფერი ერთიანად კეთდებოდეს შესაძლებელია, მაგრამ ნელა უფრო გემრიელია, ესე ვიტყოდი რა. ჩემი ცხოვრებაც ეგეთია, რომ ნელა რაცა ვცდილობთ, რომ წინ და წინ წავითეთ. ასე რომ დამკვარად. მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი. შემდეგ ვიდეოებს, რა თქმა უნდა, ნელა დავდებ. ძირითადი მმართველობა იქნება ვლოგები და რაც ხდება ჩემ ცხოვრებაში, ასევე გამოცდილების გაზიარება კონკრეტულ ავტომობილებზე, კონკრეტულ სიტუაციებზე, რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა ვქნათ და კონტენტიც ნელა გაიშლება.